ხომ მე რომ ბოლომდე შემენარჩუნებინა ოპტიმიზმი და იმედი, რომ ჩემი სათქმელი იმდენად ნათელია და აშკარა ერთმნიშვნელოვანად და ჩემი გამოსახულობა და ენა იმდენად ტრივიალური და ბანალურად მარტივი, რომ არანაირ ახსნას არ საჭიროებს და ყველაფერი ყოველთვის სავსებით გასაგებია. მოცემულ მომენტში აბსოლუტურად სხვა სასაუბრო ენას გამოვიყენებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ზედმეტად გულუწყვილ დამოკიდებულება მაქვს ჩემი ნაუბარის და ზედმეტად გაზვიადებული წარმოდგენა ერის შესაძლებლობების მიმართ. ამიტომ ვეცდები რაც შეიძლება მოკლე და მარტივად ახსნა რა ხდებოდა ამ ყბადაღებულ ვიდეოში. პირველი, ბიბლია უკუღმა არ მიჭირავს. მაქვს MacBook-ი, რომელიც იღებს სარკის ეფექტით და უფრო რომ გაგიატყუდეთ ამ თავსატეხის ამოხსნა, შეგიძლიათ მიხვიდეთ სარკესთან და ძალიან მარტივად წაისვათ ტუში. მეორე, ღმერთმა რომ მოსეს სინასწრაფზე 10 მცნება გადასცა და ამ 10 მცნებაში ეწერა არა ყვა და მხოლოდ ქართულ თარგმანშია გავრცობილი, არა კაცყვა, ესეც ვიცი. ვიცი ის რომ კაც შეიგულისხმება ზოგადად კაცობრიობის ნაშიერი. ნებისმიერი ძეხორციელი ადამიანი განურჩევლად სქესისა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა სამწუხაროდ თქვენ არ იცით იმ ტერმინებისა და მხატვრული გნებავთ, ჩემ შემთხვევაში დაბა მხატვრული ღირებულების მქონე ხერხების მნიშვნელობა, როგორც არის სიტყვაზე ალეგორია, ჰიპერბოლა, რაღაცის უტრირება, სატირა და ასე შემდეგ. არიცით ისიც, რომ ამ ვიდეოში მე არათუ დავცინე, არამედ მართალია არ ჩანს ძრამები, მაგრამ დავტირი ჩვენ თავს. ჩვენ ხალხს, ვისაც ჩვენი აბსოლუტურად გაუგებარი სუბიექტური დამოკიდებულებების მიხედვით ან გვეცოდება მსხვერპლი, ან არ გვეცოდება. ან გმობთ ძალადობას, ან არ გმობთ, ვამართლებთ და გვიხარია. ან ვამტყუნებთ მოძალადეს, ან ვამართლებთ მოძალადეს და ვამტყუნებთ მსხვერპლს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ მე არავის შეურაცხყოფა მით უმეტეს ღმერთის მიზნად არ მქონია. მე მხოლოდ მოვახდინე ამგვარი ხერხით ერთგვარი პროექცია იმ დამოკიდებულებისა, რა დამოკიდებულებაც გვაქვს საქართველოში ძალადობის მიმართ. და თქვენი ტერმინი რომ ვიხმარო, ეს იყო იმ გაправების ციტირება, როგორც ვაправებთ ხოლმე საქართველოში აგრესიასა და ძალადობას. ძალიან გულწრფელად ვწუხარ, რომ ასე 360 გრადუსით შემოაბრუნეთ ჩემი ნათქვამი, რაც არასწორად გაიგეთ და ახლა რაც მინდა ზუსტად ისე გაიგოთ, როგორც გეტყვით. სამწუხაროდ მე ვერ ვიხმარ ვერანაირ ევფემიზმს და პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ხართ ტვინ მიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყლეები.